Ჭუმად ბატონო დავით. ეს აკრედიტაციები რაც გვაქვს? ეს არის კანისა და შინაგანების ჩვენ ვაზრობთ პასუხს. ჩვენ არ იყო მინუსაფრთხილების წესი და უკვე ეს არის აქაც არის უკვე მებერ გამოყოფილება შემდეგ ამოდის და კონკრეტულად ხარჯებაში Ვანდაც ჩანს უკვე ფართო აღნიშნული მავნებელი ხო არ არის, ამიტომ მარინა აკადის აკახოცილეთ უკვე ორი იმას გარემო პირობებს ეს ტექნოლოგიაში როგორი შეიძლება იმდენად კარგად აქვს ტექნოლოგიურად ბიოტექნოლოგიის სხვადასხვა ტოქსინების და აი ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება იმისთვის რომ მივიღოთ უფრო მაღალხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქცია, გაძლიერება ლაბორატორიების არამხოლოდ ინფრასტრუქტურის, აგრეთვე ცოდნის მიმართულებით, ტექნოლოგიების მიმართულებით, ამ მიმართულებით ბუდმივად მიმდინარეობს განახლება, შესაბამისად დღევანდელ დღესაც ზუსტად განახლებული ერთ-ერთი მიმართულების ლაბორატორიაში ვიმყოფებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის და რამდენად პრიორიტეტული არის ჩვენი ქვეყნისთვის ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება, რადგან თავისთავად ცხადია ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობის გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტად ჯანსაღი გარემოს შექმნას. ამ სივრცეში განთავსდა პოლიმერების კვლევის ტესტირების ლაბორატორია, რის ფარგლებში და ჩვენ ვაკეთებთ სხვადასხვა ცელოფნის პარკების ბიოდეგრადირების ხარისხის შესწავლას. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიური ლაბორატორიული სიმძლავრეები ჩვენს აღმოსავლეთ მეზობლებთან არც ერთ ქვეყანას არ აქვს და დავამატებთ იმასაც, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანასაც ესეთი კვლევის ლაბორატორია არ აქვს. ფაქტურად პირველი ვართ ჩვენს რეგიონში, ვინც ეს კვლევები დანერგა და დღეს შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ შევამოწმოთ ის პარკები, რომელსაც ყოველდღიურად ხმარობთ ჩვენ, არის თუ არა ბიოდეგრადირებადი. უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ხელსაწყოებით, რაც საშუალებას გვაძლევს განახორციელოთ ეს კვლევები საერთაშორისო აღიარებული მეთოდების შესაბამისად. ასევე აღსანიშნავია ჩვენ ლაბორატორიას აკრედიტირებული უკვე ეს კვლევის მეთოდები ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს მიერ, რაც ზრდის ამ კვლევის პარამეტრების სანდოობას და ვალიდურებას.